ამერიკის მიან გინეკოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციის მიხედვით გოგონას გინეკოლოგის პირველი კონსულტაცია უნდა ჩაუტარდეს 13-დან 15 წლამდე ასაკში. პირველი ვიზიტის მიზანი შემთხვევათა უმეტესობაში საგანმანათლებლო და საპროვენციო საკითხებია, როგორც წესი, პირველ ვიზიტზე გინეკოლოგიური კვლევის ჩატარება არ ხდება. ასეთი ვიზიტები საუკეთესო გზა არის გოგონას ექიმთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად იმისთვის, რომ მომავალში საჭიროების შემთხვევაში მას არ გაუჭირდეს პრობლემებზე საუბარი ექიმთან. ექიმ რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანამ გალუბლიშვილი არის დღეს ჩვენი სტუმარი, მისგან მივიღებთ საჭირო რეკომენდაციებს. რა უნდა ვიცოდეთ გოგონების მშობლებმა? დილამშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. რომელია ის ასაკი, ქალბატონ მანანა, როცა მშობელმა გოგონა უნდა მიიყვანოს გინეკოლოგთან? სხვაშვილს დაახლოებით ის ასაკია, რაც თქვენ ახსენეთ, 11-დან 13 წლამდე, რადგან პირველი მენსტრუაცია იწყება დაახლოებით 13 წლის ასაკში. ეხლა ცოტა გაახალგაზრდა, ესე ვთქვათ, უფრო პატარა ასაკშიც იწყება. და ვფიქრობ, რომ სადღაც 13 წლის ასაკისთვის ან თუ დაიწყო მენსტრუაცია. მაგალითად, თუ გოგოს დაიწყო 11 წლის ასაკში, დაუყოვნე, მალევე უნდა მიიყვანო. თუ არ დაიწყო, მაშინ შეიძლება 12-13 წლისაც მიიყვანო. ანუ მაშინ, როდესაც დაიწყება მენსტრუაცია. მაგრამ მშობლებსაც უნდა ქონდეთ გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, როდის არის ნორმალური მენსტრუალური ციკლი, როდის უნდა დაიწყოს გოგოს მენსტრუაცია. ნორმალური საშუალო ეს არის 13-14 წელი. მაგრამ არის რომ ძალიან ხშირია რომ 11 წლის, 12 წლის ასაკში ეწყებათ, 15-16 წლის ასაკში. ამიტომ იმ შემთხვევაში თუ ადრე დაიწყო, მაშინვე უნდა ყველაფერი საყურადღებო ადრე დაწყებათ, დაგვიანებათ შესაძლოა სპეციალისტები. დაახლოებით ახლა 13-14 წელი კი აღებული, მაგრამ ახლა 12 წლის და 11-ის თუ დაიწყო, ეს არ არის ადრე. დღესდღეობით ეს არ ითვლება, მაგრამ მაშინვე უნდა მიიყვანოს ექიმთან. რატომ არის არასწორი დამოკიდებულება, რაც სამწუხაროდ მაინც დღესაც გვხდება, რომ თუ გოგონა არ თქვა სქესობრივ ცხოვრებას არ დაიწყებს, მანამდე ითვლიან, რომ არ უნდა მივიდეს ის გინეკოლოგთან. რატომ არის ეს მცდარი დამოკიდებულება? რა დრო არის იმისთვის, რომ თქვა თუნდაც მისი რეპროდუქციული ჯანმრთელობა შემოწმეს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენად მნიშვნელოვანია პირველი ვიზიტი, ხო? გინეკოლოგთან. პირველად ძალიან მომეწონა ეს ამერიკის თქვენ რაც ახსენეთ, რომ გაიცნოს ექიმი, რომ არ კონდეს შიში გინეკოლოგის ექიმის მიმართ, იმიტომ რომ ზოგადად ახლა მე რასაც ვატყობ, ქალებს აქვთ ისეთი შიში გინეკოლოგების მიმართ, არ ვიცი ვის მიუძღვის ამაში ისევ გინეკოლოგებს ბრალი თუ რა და ძალიან ეშინიათ მისვლა გინეკოლოგთან. ასაკის მიუხედავად და გონიათ რომ რაღაცა ისეთ რაღაცებს ზოგჯერ ეშინიათ რომ რაღაც ესეთი არაკორექტული რამე უთხრა, იმიტომ რომ ამას ვკითხულობთ კიდეს რომ გინეკოლოგმა ეს უთხრა, ასე უთხრა და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ეს მეგობრული ურთიერთობა და ექიმებისგანაც ძალიან ესეთი განწყობა წარმოვიდეს. ხო, განწყობა. იცით რა არის? ეს ჩვენთვის არის, ახლა როდესაც შემოდის ქალი საპროცედუროში, ჩვენთვის ეს არის ესეთი ანუ რუტინაში არ უნდა კი არის რუტინა, ხო, შეიძლება დღეში 20 ქალი ნახო 30, მაგრამ არ უნდა გადავიდეს რუტინაში, იმიტომ რომ ყველა პაციენტი არის ინდივიდუალურია და ყველას სჭირდება თავისნაირი და პაციენტს უნდა შეხედო თვალებში, რომ აი ხო არ ეშინია, ხო არ ისე უნდა კითხო. ხო, თავისთავად პირველი ვიზიტის დროს ალბათ არის ეს მნიშვნელოვანია. რა გელოდება შეგნით და ალბათ ხო, აქ ექიმის როლი არის მართლაც რომ უნიშნელოვანესი. რა ხდება, ანუ რატო გჭირდება პირველი ვიზიტი? ანუ რა როლი აქვს მას გარდა იმისა, რომ გაცნობისა, რა სახის კვლევა, რა უნდა იცოდეს თქვა მშობელმა, რა სახის კვლევები შეიძლება ჩატარდეს და რა არის საყურადღებო ამ ასაკში. თუნდაც იგივე რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით, ხო? რა ეტაპზე უნდა მოხდეს გარკვეული შეფასება გოგონას ორგანიზმის. იცით რა არის პირველ ვიზიტზე, აი რაც ჩვენ ვახსენეთ, რომ მალევე ვთქვათ, როგორც კი მენსტრუაცია დაიწყება, მივიდეს გინეკოლოგთან, ეს არის რასაკვირველია პირველ რიგში შემეცნებითი, ხო? ამავე დროს ექიმი დაუსვამს შეკითხვებს, რის მიხედვითაც ის განსაზღვრავს, რამდენად ნორმალურად მიდის ყველაფერი. ხომ არ არის ციკლის დარღვევა, დაგვიანება, ნადრევი მომწიფება და ასე შემდეგ. თუ ყველაფერი ნორმალურადაა, უბრალოდ ის მისცემს გარკვეულ რჩევებს, რეკომენდაციებს, რაც მან უნდა გაითვალისწინოს, იმიტომ რომ ზოგჯერ ძალიან მარტივი რაღაცები, რაც მაგალითად მე მგონია, რომ იცის პაციენტმა, მან ეს არ იცის და ამის შესახებ ექიმი უნდა ესაუბროს.
და ასევე ეტყვის ვთქვათ რამდენ ხანშია საჭირო სკრინინგი. თავისთავად ეხლა წელიწადში ერთხელ არ ჭირდება ბავშვს გინეკოლოგთან სიარული, მაგრამ გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ზოგადად მაჩვენებლებიდან. ქალბატონო მანანა, რას ხშირად უნდა მოხდეს გინეკოლოგთან ვიზიტი? არის ზოგადი წესები თუ როგორც ახსენეთ ინდივიდუალური არის პაციენტის მიხედვით? პირველ რიგში აი ესე კონკრეტულად პასუხს გაგცემთ იმ კითხვაზე, თუ ქალს სქესობრივი ცხოვრება არასდროს არ ქონია, მას გინეკოლოგიური დაავადებები არ უვითარდება. ესე გონიათ რატომღაც. ამ დროს აბსოლუტურად თითქმის ყველა გინეკოლოგიური დაავადება შეიძლება განუვითარდეს ქალს, რომელსაც არ აქვს სქესობრივი ცხოვრება. რამდენიმე გამონაკლისის გარდა. მაგალითად სქესობრივად გადამდები და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმას, რამდენჯერ, რა ნორმა ხო, რამდენ წელიწადში ერთხელ უნდა მივიდეს ექიმთან. არსებობს გაიდლაინები, იგივე ამერიკის თქვენაც დაასახელეთ, არის ჩვენ ქვეყანაშიც არის გაიდლაინები. არის მოცემული მაგალითად პაპ ტესტი რო ჩაიტაროს 3 წელიწადში ერთხელ, მაგრამ მე მაგალითად ვთვლი რომ წელიწადში ერთხელ პაპ ტესტი უნდა ჩაიტაროს. ეს ჩემი აზრია და მე მგონი უბრალოდ იცით რაშია საქმე, საშუალო ყელის კიბოს განვითარებას კი შეიძლება განვითარდეს 1 წელიწადშიც. და ამიტომ უბრალოდ უფრო მეტი ყურადღებისთვის, უფრო მეტი სიფრთხილისთვის მე ვთვლი რომ წელიწადში ერთხელ ან 2 წელიწადში ერთხელ. თან ინდივიდუალურია, გააჩნია რა სიტუაცია. თუ ქალს აქვს მაგალითად პაპილომა ვირუსის მაღალი რისკის შტამის სისხლი და ვიცით ეს ჩვენ, მაშინ შეიძლება ყოველ 6 თვეშიც დაჭირდეს და სხვა შემთხვევაში ინდივიდუალური ექიმის რეკომენდაცია. სქესობრივი ცხოვრება როგორი აქვს, პარტნიორები ხო არ ყავს ვთქვათ, თუ ბევრი პარტნიორია, იქ მეტი რისკია, მაშინ უფრო ხშირად უნდა ვნახოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. აი, ინდივიდუალურია და ამას ექიმი განსაზღვრავს. რადგან ამ თემას შეეხეთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ხო, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია. პრინციპში ბევრი ყველა ასაკის ქალისთვის, ხო, ბავშვობიდან რატომ არის მნიშვნელოვანი და რამდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეს მშობლის მხრიდან, რომ ის შვილი დაიცვას მომავალი. პაპილომა ვირუსის გადაეცემა მხოლოდ სქესობრივი გზით. და საშუალო ყელის კიბო, რომელიც ქალებში ონკოლოგიურ დაავადებებს შორის მეორე ადგილზეა, მისი გამოწვევი მიზეზი დაახლოებით 98% შემთხვევაში არის პაპილომა ვირუსი. პაპილომა ვირუსის ერთ-ერთი რამდენიმე შტამი, იმიტომ რომ არსებობს 150-ზე მეტი შტამი. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ვაქცინაციას პაპილომა ვირუსზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი პაპილომა ვირუსით არ დაავადდება იმ შტამებით და აქედან გამომდინარე საშუალო ყელის კიბოს განვითარების რისკი თითქმის 0-ის ტოლია. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. იმ ქვეყნებში, სადაც ტარდება პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია უკვე 10 წლებია, საშუალო ყელის კიბოს შემთხვევები არის ძალიან იშვიათი. პრაქტიკულად ამბობენ, რომ აი ცოტა ხანში საერთოდ არ იქნება ეს პრობლემა. ჩვენთან მეორე ადგილზეა, წელიწადშია დაახლოებით 2 წლის უკანდელი, 3 წლის უკანდელი სტატისტიკით ვიცი, რომ დაახლოებით 200 ქალი კვდებოდა, გარდაიცვლებოდა წელიწადში საშუალო ყელის კიბოთი. მე იმედი მაქვს, რომ ამ წელს ნაკლებია, იმიტომ რომ თუნდაც ამ ვაქცინაციის დამსახურებით წუთი გაგვჭება. ქალბატონო მანანა და რომ შევეხოთ თემას, რატომ არის კიდევ ერთხელ ამით ხაზს გაუსვამთ, რომ ყველაფერი კავშირშია, როგორი კვებება გოგონა, როგორი ხო აქტიურია სპორტით. აი ამ ყველაფერს რა როლი აქვს მის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და აი ზუსტად თუნდაც ეს ცოდნა და ეს გაზიარება ექიმისგან რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ადრეულ ასაკში. მოდით იქ დავასრულებ, რომ პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე. მაგრამ თუ უკვე დაწყებული აქვს სქესობრივი ცხოვრება, მაინც უნდა ჩატარდეს იმისათვის, რომ შემდგომში არ მოხდეს ინფიცირება. ეხლა დრო არა გვაქვს, თორე უფრო დეტალურად ახსნით. ეხლა რაც შეეხება რამდენჯერ უნდა, ექიმი უნდა ესაუბროს არა მარტო გოგოსნას, რომელიც პირველად მიდის ექიმთან, გინეკოლოგთან, ექიმი უნდა ესაუბროს, გარკვეული განათლება შეიძლება ითქვას უნდა გადასცეს და ასწავლოს, თქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია სკრინინგი, რატომ ჭირდება პაპილომა ვირუსის ვაქცინა და ასე შემდეგ.
და ეს საჭირო არა მხოლოდ გოგონასთვის, რომელიც პირველად მიდის, არამედ ნებისმიერი ქალისთვის. ქალი, რომელიც მიდის გინეკოლოგთან, ის უნდა ღებულობდეს სრულ ინფორმაციას არა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, არამედ ზოგადად აი მიიღოს ის მინიმუმი განათლების, რაც ყველა არაიქიმ ჩვეულებრივ ადამიანს სჭირდება. და რაც მის ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. წარმატებები. მადლობა თქვენ.